კაჭრეთში ღვაწლმოსილი პედაგოგის გულნარა ბეგიაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ქალბატონი გულნარა 36 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოფლის სამუსიკო სკოლას და არაერთი თაობა აღზარდა. ის ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ გაიმართა გულნარა ბეგიაშვილის ხსოვნის საღამო, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალიან ამაღელვებელი წუთები იყო გულიკო ბეგიაშვილის ოჯახის წევრებისათვის, მისი შვილებისათვის, შვილიშვილებისათვის, დისთვის, რომელიც დღევანდელ საღამოს ესწრებოდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში. ეს არის კაჭრეთის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელობა, პედაგოგები, ბავშვები, მშობლები, ეს არის გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის სამუსიკო სკოლის გაერთიანება. ეს მეორე ოჯახი იყო გულიკო ბეგიაშვილისთვის. მან მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრება სწორედ ამ სკოლის კედლებში გაატარა და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მართლა ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისათვის. დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ძალიან ამაღელვებელი. ემოციებით დატვირთული იყო ნამდვილად. დღეს ჩატარდა გულიკო ბეგიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ჩვენ მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და შეძლების დაგვარად მოვეფერეთ მის სულს საპატივსაცემოთ გავხსენით მემორიალური დაფა, რომელიც 36 წელი ხელმძღვანელობდა კაჭრეთის სამუსიკო სკოლას და დღემდე ცოცხლობს მისი მემკვიდრეობა აი ამ კედლებში კაჭრეთის სამუსიკო სკოლა.